Am წუთში დავასრულეთ შეხვედრა დისტანციურად, შეხვედრა წინამდებობის პლატფორმის და ჩვენი მეგობრების, რომელიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში. მათ წარუდგინეთ ეს ახალი პლატფორმა, ჩვენი წინამდებობის პლატფორმა, მისი მიზნები, მისი მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები და ის ჯგუფები, რომელიც შეიქმნა, თუნდაც საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება და ჩვენი მთავარი პრინციპები მუშაობის, ასევე ის, რომ ეს დაფუძნებული არის ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი მიზანი პირველი, ახალი არჩევნები, პატიმრების განთავისუფლება და დღეს ისიც, რომ ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს, როგორც ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისზე, რომ ერთად ქართულ ხალხთან ერთად თვითონ ამითი გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღწერეთ დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური, რაზედაც თვითონ არიან ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, მაგრამ მაინც ბოლო გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნა, თუნდაც მედიას შესახებ, ის ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ასაღებს ქართული ოცნება ვითომც ბრიტანული კანონმდებლობასთან არის მიახლოებული, ეს ყველაფერი არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს, როგორც ხან ბრიტანულს, ხან ამერიკულს, მაგრამ ყველასთვის გასაგები არის, რომ ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება კიდევ მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, ასევე ესწრებოდა ამ დისტანციურ შეხვედრას ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და მეგობარი აქტის დღეს განხილვა საღამოს 6 საათზე, რომელიც დაიწყება ამერიკაში. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ პლატფორმის და წინამდებობის პლატფორმის და ჩვენი მეგობართა ჯგუფის შორის.